პოლონეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბელიავაში ერთ დროს ნარკოდამოკიდებულ და უსახლკარო მამაკაცებს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას თავაზობენ. მათ შეუძლიათ შეისწავლონ ახალი პროფესია და გააქტიურდნენ დასაქმების ბაზარზე. 2 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის ამ ადგილას და ასეთ პირობებში ვიქნებოდი, აქ დაუჯერებდი. თუ სურვილი გაქვს, აქ დარჩენილი ცხოვრების შეცვლას გთავაზობენ. სოციალური ეკონომიკა ადამიანის გადარჩენის ერთი გზაა. ჩემი აზრით, ეს ბრწყინვალე გამოსავალია ჩვენს რთულ დროში. ის ადამიანები, რომლებმაც ახლახან ისაუბრეს, იმ კოოპერატივის წარმომადგენლები არიან, რომელიც ეგრეთ წოდებული სოციალური ეკონომიკის ნიმუშია. ეს არის საწარმო, რომელიც ზრუნავს, რომ ყველა მიპოვოს საზოგადოებაში საკუთარი ადგილი. და რა კი ყოველ ჩვენგანს უძვირდება ცხოვრება, ინფლაცია კი სულ მაღლა მიიწევს, ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს არაკომერციული საწარმოს მოდელი გზა უფრო სტაბილური ეკონომიკისკენ? აქ პოლონეთის ქალაქ ბელიავაში მოქმედ არტე კოოპერატივში ადამიანს ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალებას აძლევენ. 29 წლის არტურ მეცეევსკის ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ჰქონდა და ქუჩაში ცხოვრობდა. ახლა ელექტროშედუღებას სწავლობს, რაც ადვილი სულაც არ არის. მე ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის აშლილობამ ტანჯავდა და ძალიან სულსწრაფი ვიყავი. ცოტათი ხელებიც დავიწვი, რადგან ცხელ ლითონს შევეხე. მე ხომ ძალიან მოუთმენელი ვარ. არტურმა უკვე მიიღო ევროპაში აღიარებული შემდუღებლის სერტიფიკატი და მზად კიდევ მეტი ისწავლოს. მინდა გავიუმჯობესო ჩემი პროფესიული ჩვევები და ვისწავლო ამ შესადუღებელი აპარატის გამოყენება, რადგან ეს რთულია. მინდა უკეთ დავეუფლო ამ საქმეს. არტეს კოოპერატივში გადამზადების პროგრამას ეხმარება პროექტი Butterfly-ი, რომელიც ქვედა სილეზიის ოლქში მოქმედებს. პროექტის ბიუჯეტი 630,000 ევროა და ამ თანხის 70%-ს ევროპის სოციალური ფონდი პლუსი აფინანსებს. ეს კოოპერატივი ხშირად ატარებს ჯგუფურ შეხვედრებს, რათა განიხილონ პრობლემები, გაესაუბრონ ახალ მოსულებს და გამოსავალი ერთად მოძებნონ. არტეს კოოპერატივს ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ფუნქცია აკისრია. ეს კოოპერატივი ეხმარება მამაკაცებს, რომ განიკურნონ ნარკოდამოკიდებულებისგან და აღარ იცხოვრონ ქუჩაში. ბაღის მოვლას. არტეს დამფუძნებელმა იაროსლავ პილეცკიმ, როგორც ღრმად მორწმუნე ქრისტიანმა გადაწყვიტა ნებისმიერი მსურველისთვის მიეცა მონანიების საშუალება. ჩვეულებრივ კომერციულ სტრუქტურაში ამ ხალხს არავინ მისცემდა გამოსწორების, განვითარების და უბრალოდ ნორმალური ცხოვრების სწავლის საშუალებას, რადგან დაითხოვდნენ. ჩვენთან კი მოთმინებით ექცევიან. გვიხარია, როცა ვხედავთ, როგორ მიიწევენ წინ და რამდენიმე თვის შემდეგ როგორ ყალიბდებიან სრულფასოვან ადამიანებად. არა და მოგებაზე ორიენტირებულ სამსახურში ამას ვერ შეძლებდნენ. ევროპაში არტეს მსგავსი 4,300,000 სოციალური ორგანიზაციაა, რომელთა შორისაც გვხვდება ფონდები და საქველმოქმედო ორგანიზაციები, ასევე ასოციაციები და კოოპერატივები. ისინი 11,500,000 ადამიანს ასაქმებენ და ხელფას უხდიან, რაც მთლიანი სამუშაო ძალის 6%-ს შეადგენს. ამ სექტორს ევროპის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, თუმცა უფრო მეტის გაკეთებაც შეუძლია. ევროკავშირის სოციალური ეკონომიკის სამოქმედო გეგმის ბოლო მიმოხილვის მიხედვით მართალია სოციალური ეკონომიკის სექტორს სერიოზული პროგრესი აქვს, მაგრამ მთელი ევროკავშირის მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ აღიარებული და სტაბილური მხარდაჭერის დეფიციტსაც განიცდის. მაინც რა შეიძლება გაკეთდეს? ერთ-ერთი რეკომენდაცია გვთავაზობს, რომ შევქმნათ ფორმატი, რომელიც სოციალურ საწარმოებს, ფინანსებსა და ინვესტიციებზე წვდომას გაუადვილებს. ვროცლავის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის პროფესორი სტანისლავ კამინსკი ახალ კანონმდებლობასაც ითხოვს. ევროკავშირში ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო გვჭირდება, რომელიც უფრო თანმიმდევრული იქნება და უკეთ დაეხმარება სექტორს. მაგალითად, საჭიროა სოციალური საწარმოს ლეგალური სტატუსის ისეთი განსაზღვრება, რომელიც გასაგები იქნება ევროკავშირის მთელ სივრცეში. ასევე გვჭირდება ახალი კანონები, რომლებიც სოციალური ეკონომიკის სექტორში დასაქმებულ ორგანიზაციებს დაეხმარება საჯარო შესყიდვების სისტემაში ჩაერთონ. საჯარო შესყიდვებში ჩართვის ერთი მაგალითი უკვე არის ქალაქ ბელიავაში, სადაც ამ სოციალურ სახლებს თავიდან ბოლომდე არტეს კოოპერატივის გუნდი არემონტებს. მათ შორის არის პაველ სნოპეკიც. ავეჯის დამზადება ვიცი, ეს არის ჩემი საქმე. ეს ხელობა შევისწავლე და ახლა ამ ბინას ავეჯის დასადგმელად ვამზადებ, რაც ძალიან მეხალისება და ბედნიერი ვარ, რომ ამის გაკეთება შემიძლია. პაველი ნარკოდამოკიდებულებით იტანჯებოდა და თავის მოკლაც კი სცადა, სანამ ამ კოოპერატივში მოვიდოდა. როცა ყველაფერი დაუკარგი და წასასვლელი აქაც მქონდა, მიგჭირეს ამ კოოპერატივში მოვსულიყავი და ასე მოვხვდი აქ. პაველი იმ 3,000 ადამიანს შორის არის, რომლებსაც ეს საწარმო უკვე დაეხმარა. ამ ახალი ბინების მშენებლობა და ეკლესია საშუალებას აძლევს არტეს კოოპერატივს, რომ კიდევ ბევრს გაუწოდოს დახმარების ხელი.